კარი მოხურე მოდი. Andaitsa. Ugak. Vai vedavane. Გამარჯობათ. ყავა მომქონდა სანდომის ყუთით. გავათმობელზე ავადუღე და დაბლა. აუ რაც გემრიელი იყო დაუღვარე. ო, კუდა შენ რო არ ამყვე. ხო და ეს გარე დავლიოთ. უბრალოდ კომპოსტოს ვაკეთებ ახლა. ხო და თან მინდა რომ აქ ვიყო რა. ფიქრობდი რომ გამორთავ მეთქი კომპოსტოს და მე გავაგზავნებ, მაგრამ დროს დავკარგავ. აუ ისე ჩამოვჭრა. და ამის ჯუშაკეთებ? აქ რა გასხი? ის მომეწუწეწუნდა. ეხა წადი სველი საფეთქი აიღე და სარკეში ისე გაისუფთავე რომ 1 გრამი არ გქონდეს. ლაქაც დარჩება ჩქარა. კუდა! შენ წუხდი. აქ არის კამფეტის ქაღალდი. და ერთი პეჩენია. ხო ცოტა მსუყია ეს ჩემთვის. არ მომეწონა დიდად, მაგრამ მოდი ახლა მივატან. ხოდი შორის კომპოსტო არის ძალიან მაგარი. მომეწონა ეგეთი კომპოსტო რა ვიცი. თხელი ფურცელი აქვს და სუსაღი. აი თა რო გახედავ გამჭვირვალეს, გამჭვირვალე. მე მგონი უწევს ფოთლებს ამოღება. თითქოს ისე მეჩვენება რომ რაღაცა ბუნტი სურათია, მე მგონი ტელეფონი უნდა შევწვალო. ან კამერა. აი აქ ხალხი ხმაურიანი პროცესია. რადგან გამწოვი ჩართულია. და ცოტახანი დავაპაუზებ რომ აი ეს საკაბო იყო და თან ვაჭრი რა ბარემ რა. მაი აი შენს ნაჯუქარ მაგიდაზე და სკამზე უნდა დავჭდე ეხლა. თუ გამოვწია ისე რომ ზედ არ დავიფხე ესა, კაი იქნება. ეს სკამი და მაგიდა მე მგონი, ანუ იდეალური იქნება იმისთვის საროჭკებს რომ დავხატავ. და რატო ვამოფხა მაგას? საროჭკებს რა მაგიდაზე ვხატავდი, გამიფუჭდა ის მაგიდა. ანუ ზედაპირი მაქვს, მაგრამ მაგიდა გამიფუჭდა. აი რატო გადაობს? აქ უსწორმასწორო ტერიტორია და იმიტომ. ხო და აუ რაღაცა მინდა რა. იმედი არსად არ წახვალ ხახრო ერთი ბეწოთი ხართ მიყუდებულები რაღაცაზე. ეს აზრია რა თქოს. ანუ ზედაპირი ვარგა იმ მაგიდის, მაგრამ არ ვარგა აღარ აქვს სვარკაზე იყო რა ძირი რაღაცნაირად რა და ესა. გაფუჭდა დაზიანდა და კი შეიძლება რომ გაკეთდეს ან სხვა ძირი გაუკეთდეს. მე ლაშას ხო. მოდი. დაანებე თავი რა, კაი, გაიწი. ხო და მაგის მაგივრობას გამიწევს მე მგონი მაი ეს მაგიდა რა, თუ ის ვერ გავაკეთე. აი ხა ეს საერთოდ არ მინდა და რატო ვჭა. მალაკუანია და ძალიან ტკბილია და ძალიან სუყია ჩემთვის. მოვიდრე. მეც ისფერი მოვიდა ეხლა. კი. მოვიდა ეს მე ხო ამ და ამათ გარეშე ხა. არც ერთი ვიდეო აღარ იქნება ამათ გარეშე. იმიტომ რომ კაცი ბავშვი არის ესა და უკარჩენთან მოსვლა ხო ჯიმულა მოსვლა. ამას ეხლა აღარ გენგიცობს და ძილი უყურს. ხო ეს ჭკვიანი ბავშვია და მოდი. კაჩებს. ეგეთინიც. ეს ჩემი ბროშკაა. გელეთის ასცემაზე მოთრო არის ფერად. რატო ჩემი დედი? ორზე უკეთია. ჯიმულა მოდი. შეგცივდება. აფერისტული ამინდია. კაია რომ ორივე თავი კომპოსტო ერთად ჩავდა იმაში. გული გამითბა ხალხნო.
გოგო დედას ლამაზო. ხო შუშებიც უნდა დავწმინდო დღეს. და ხვალის ამბავი გავიგო მუშაობ თუ არა, მე მგონი რომ მუშაობ. რას მიყურებ, შვენიერო? რას მიყურებ, ბაჭაჭინა? ყავა გინდა? არ შეიძლება შენ დიდი გოგო არა ხარ ჯერ. აქ ვარ მოდი. აი რა კარგად დავჯექი, მაი გეფიცები ძალიან მაგარი არის ეს მართლა. აი ხა როგორი სავქნა თორე სად დავდგა ნინოს ოთახისთვის. ამაზე იმეცადინებდა. შემულამაზ. იცი რა ლამაზი ხარ. ნეტა ვიცოდე ვინ მოგიყვანათ ჩემთან და ვინ დაგტოვათ. ნეტა ვიცოდე ერთი რომ ვინ გადმოგყარათ ესეთი პაწაწინები. მოვიდა მეორეც. აი ყელთან უნდა ახლო რო იყვნენ. დასვი მოვა ეგეც თავის არ მინდა ძალით დასვი. ყელთან უნდათ რო იყვნენ, აი ყელთან ახლოს. მოვა, სამივენი მოდიან. ნუ მიღუტუნე. ამას არა გულვაშეები მოსწურად, ესა მოსტყდა და აი ესენი აქ წვირე ის სასაცილოდ გიღუტუნებს და ხაზავს. და აქეთ რო ბევრი, აქეთ რამდენიმე. ფეხი რო გამოძრა, წავიდა. გოგო მოდია. ამ ზაფხულს აქ აღარ ვაპირებ არანაირი ყვავილის ჩამოტანას. შეიძლება თითოეულა რაღაცა გამოვიტანო, რომელსაც სიამოვნებს გარეთ ყოფნა. თქვენ ის დროა ისწავლოთ, რომ მაგიდაზე ასვლა არ შეიძლება. არაფრის დიდებით, მაგიდაზე არა. ძერ არ იცია. არ უშვებთ ეხა არც სახში უშვებთ, არც კუხლაში და გარეთ რომ მაგიდებით გა, იმაზე დადაბრაცუნობე. არ იციან ჯერ. არაფერი არ გა. ამაგიდაზე არ ჭამთ არ სვამთ ასე რომ ავიდნენ არ არის პრობლემა. მაგრამ აი დიდმა კატამ იცის რომ არ უნდა ავიდეს, გადავიგდებთ ეხლა ტელეფონს. ეს დავიჭირო. კაი, გადაედოთ. არავა ცოცხალი თავი. გაიწი ჩრდილი. აი ხა დავიჭირე. ეს ერთი. ეს მეორე. აი მე თქვენს გადაცვიდით. აი სულ დიდი კატა ყავდა ხოლმე ჭრელი, ის ხო საერთოდ ფანტასტიკური ის იყო რაღაცა აი ბუნების კატა. იმ შავმაც იცის არ არსებული აი თებში ძაბ ერთხელ კუხნაში მქონდა რაღა ერთხელ რამდენიმე ხნის წინ რა კუხნაში მქონდა ახალი გამოწმენდილი და ხორცის ნაჭერი მინდოდა დამედო რა და ბლა არ დავდერო ხარ ჭამის დროს მეთქი იმას მაინც დასურის და პატარა თებზე დაუდე ჩაის თებზე დაუდე და დაუდე იმით რომ შეჭამს მეთქი და ამას გავრეცხავ რა არის ახლა რა მოხდა და პირი არ დაადო როგორც კი წინ დაუდე ეს ყურები ჩაწია და მოიბუზა რომ იცოდა რომ თებსთან რომ თუ მივიდო და ვეჩხუბებოდი ძალიან ბევრჯერ დამიტესტია ხოლმე მაგას უყარ სამზარეულოში მაგას უშვებ ხოლმე სამზარეულოში ოღონდ როცა იქ ვარ მაგიდის ქვეშ სკამვირვა ხოლმე შედგმული იმაზე ჯდება ხოლმე და იქა ზის სპეციალურად გამიკეთებია ესეთი რაღაცა რომ თევზი მომიჭრია დამიდია მაგიდაზე ერთი ნაჭერი თევშით და იქვე აი აქ რო თევზიდებ და აი აქ იჯდეს და გამოსულ ვარ დამიტოვებია რამდენიმე წუთი რომ მაინტერესებს რაც გააკეთებ და პირი არა აქვს ხალხი დაკარებული იცის რომ არ უნდა შეეხოს. ამათ არ იციან ჯერ პატარებიანიან ჯერ. მაგრამ ისწავლიან არა უშო. ნაცარსაფერები ახლა შენ შეგცივდება. ხომ ზია, მაგრამ ესეთი ამინდია, მაგრამ მე ეს მამა ცოცხლებს აი ესეთი ამინდი. ზამთარში მზე მიყვარს, ზაფხულში არ მიყვარს, ზაფხულში მადამბლავებს მზე. დასვინო. აჰა. კაი ყავა იყო სხვათა შორის. მეგედა ყვავილი ყავს. ხო, ყვავილებზე ვამბობდი, აღარ გამოვიტან.
ესენი აქ მიკიდია ისევ ამ დაფულს რო გავაკეთებ. აი ეს ვიჟანები და ეს ხის რაღაცა კონსტრუქცია. და აქ ავტოვებ რა. აქ ბარაქის ხეს თუ გავდიხომ და რაღაცა ბარაქის ხეს საერთოდ არ გამოვიტან, იმიტომ რომ წელს ძალიან დამეჩაგრა და დამეწვა. არადაშარშან წინ მაგრად ხდებოდა ეს ადგილი. ხო და ბარაქის ხეს მოკლედ აღარ გამოვიტან. ლიმონს გამოვიტან, რომელსაც უყვარს გარეთ ყოფნა. ძალიან ისე მინიმალურ რაღაცებს რა. თითქოს მექნება ოთახში. ჯერ ის რო აქ მე ძალიან მემტვერება. მე ნეტა განახოთ როგორ მიყურებს. რა საყვარელია. ნეტა განახათ აი მის დგომა როგორ მიყურებს. ეხლა დრო ვლაპის. გოგო. ჰეი. ეს მიყურებ და დაჭყეტი. დაჭეტილი გოგო. ეს ძალიან თბილია. არ გადაცვიდეთ რა. მოდი ხა დავაპაუზებ წავალი მე იმას ვიზავ იმ ფოთლებს ავუყრით და მოვალი ხლავე რომ ძალიან არ ჩამიფლავდეს. სწავლესავით ავსიშვარ. ცოტა გადარჩა რა ორივე თავი და პატარავდა და პატარა ფოთლებს ხავ აცლი ოღონდ ეგენიც კაი ფოთლებია. რომ დავაჭრი იმას დავთვლი მე რამდენი იქნება. ეხლა გეგმაში რა არის? ფაშს გავაკეთებ. ისიც მოიხარშა, იმასაც დავკუწავ ბლენდერში მაშვები ხოლმე, ჩოფერში, პატარა ჩოფერი მაქვს და იმას რა ქვია, გულის ცომს, ხორცს გავაკეთებ მაგაში. ხო, ნანუშკის ბლინჩიკების ცომით ერთად გავაკეთოთ, ნახოთ ერთი რა გვასწავლა და რაბას. არა. ნანუშკი კი მაგრად გვასწავლა, მაგრამ ვერას გავაკეთებ, აი კარი თავარი. ესეთი ზამთარი მიყვარს, აი უზომოდ მიყვარს ესეთი ზამთარი. არა ის ყინვა და ის თოვლი და ის ჭირდება აბსოლუტურად, მაგრამ იმ ვირუსებს და რაღაცებს თორე გაისროლეს და შეეშინა. ეგ ხა იქნება რა, თებერვალში იმისთანაც მოუჭერს მე ეს სიცივეები, რომ ეგეც იქნება, მაგრამ აი როდესაც აი გარეთ საქმე გაქვს და რაღაცა და მაგ დროს რაღაცა ცივი ქარი ზუზუნებს და ჭყაპია, ზედგაწვიმს, ქარია და რაღაცა საშინელება ძალიან ძნელია ხოლმე რა და როდესაც არა გაქვს საქმე და სახში ხარ ახლა იყოს. ხო აი მე ამათთვისაც არ მინდოდა ეხლა რომ ცუდი ამინდი ყოფილიყო ფისოებისთვის, რომ პატარები არიან და ეხლა სახში სამივეს ვერ შევიყვან. და ისა, თუ შევიყვან, მაშინ ვეღარ გამოვიყვან, ანუ ვერ გამოვუშვებ რა, ესე როგორც ხა მაგალითად დიდ კატას თუ საღამოთი შემოვა ხოლმე, ღამე ვაგდებთ, გარეთ შიგნით არ ვტყოვებთ არავითარ შემთხვევაში. ხო და ამათი გამოშვებაც ხო მაინც მომიწევს და ეგ უარესი ამათთვის და დაიხოცებ. ხო და კაია რომ ეს ცუდი სიცივეები არ უწევს რა. მიყვარს ეს ხმები. ისე ჰამაკი ხო ჩავუკიდო ისე. იმიტომ რომ აი ახლა ამ სიტუაციაში გარეთ ყოფნა არის ჩემთვის რაღაცა სიმდიდრის ტორფას. იმიტომ არ მიყვარს ბინა ხალხი, იმიტომ. განეიქაც არ არის ხმების, რაღაც არ არის ქუჩის ხმები და რაღაც, რაც მე მიყვარს ძალიან. მაგრამ ცუდი არ არის. კომფორტულად ხარ. სულელი უნდა იყოს მართლა ადამიანი, რომ თქვა რომ აი ბინავე არ მიყვარს რაღაც. ანუ იმაში რა, რომ კომფორტი არის უფრო მეტი ბინა და რაც მე წეღავ თქვი რომ დაბლა-მაღლა ჩასვლა და სიცივე, ქარი და წვიმა და რაღაცა ეგ ბინაში არ არის და ძალიან კარგია ბინა, როგორ არ არის კარგი, უბრალოდ
ბევრჯერ მithქვია იმ მაგ პერიოდში, როდესაც ძალიან ცივა ხოლმე, რომ ეხლა ბინაში კაია, ხო? მithქვია. მაგრამ ალბათ ეგ შეიძლება ამ 12 თვიდან 1-2 კვირა ვთქვა, რომ კაია ბინა. 1 წლის მანძილზე, მაგრამ დანარჩენი ეზო კაია რა. ეზო კაია. ყველას უნდა ჰქონდეს ეზოიანი სახლი, თუნდაც ქალაქში. რაღაცა შენი სამყაროა, შენი სიმყუდროვია, შენი აი ეს თუნდაც ერთი მუჭა ეზო შენია და გძნობ რა. აი ეს შემიძლია აი საათობით ვიჯდე და ვუსმინო ეხლა მაგალითად მანქანა მიდის და რაღაცას მიარახრახებს. ეხლა მეორე მანქანა, იქ ღორის ჭყვილი იყო წეღა ხო გახსოვთ? ეხლა ველოდების სუნი საიდან წამოვა რომ იქ წავიდე. პური ავიღო და ნინო მწვადი სუნი ხო არ სადად გაბაშულო, კაი არ გამოიარე. იქით უფრო უნდა ისმოდეს წადია. თუ ზებოთხიდან იყო ეკასთან გავალე ხა პური. არა დაისა. გუშინ წიხო შევწვით მწვადი და დიდათ არ მესია მონოს ხოთა შორის. არა დგა? კაი ხო. აი ხო არის რომ აი კაი მწვადს რა ჯობი არა როგორ არა სისულელია მწვადი მაგარი არის. ხინკალი, ხაჭაპური, რაღაცა, მაგრამ აი ხინკალსა და მწვადს შორის რო არჩევანი გავაკეთო. ხინკალს ავირჩევ. კაი გაკეთებულ ხინკალს, კაი წვნიან ხინკალს. რა სისულელი არჩევად არის. იცი რა არის რაღაცა მომენტები, როდესაც ის მოგწონს, როდესაც ის მოგწონს. მე მაგალითად მწვადში ხახვი უფრო მიყვარს. ბარბარეს მასი. აი ხაჭაპური კიდე რასაც ქვია ნებისმიერს. არ აქვს მნიშვნელობა რომელი კუთხის არის, ხაჭაპური რო ქვია უკვე მიყვარს. არ აქვს მნიშვნელობა ის აჭარულია, მეგრულია, რავი, იმერულია, მარტყოფულია თუ რა არის. მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ხაჭაპური უკვე ხაჭაპურია. კიდე არის კერძები, რომლებიც აი მაგალითად აჭარელების კერძი არის, არ მიჭამია იქ ჩემთან თანამშრომლები არიან რა ავაზიანელი და ხშირად ვაკეთებთო ბორანი? ხო. ანუ კარაქით დავგუგლებერე და ვნახე კარაქი, გამდნარი კარაქი, ყველი და ანუ ეს რო იწელება და რაღაცა რა. ხო და მარხვა რო გავაო, მე გავაკეთოთო რა აქაო და ალბათ შევჭამა კერძს. იმიტომ რომ ყველი ჩემთვის საუკეთესო პროდუქტი არის, ძალიან მაგრად მიყვარს. და რაშიც არ უნდა იყოს ყველი, ის უკვე კაია. არ აქვს მნიშვნელობა, რაშიც არ უნდა ჩაურიო, ყველი უკვე კაი საჭმელია და კაი კერძია. მე მაგალითად ახლა ხაჭაპურის დიდად აი რო გითხრათ ახლა ცომე თუ ვაკეთებ ხოლმე კაი გამოდის და რაღაცა, მაგრამ დიდად არ მიყვარს რა, ანუ აი მირჩევნია მაგალითად წავიდე მაღაზიაში და ვიყიდო ის ფენოვანი ცომი, ვიდრე მე გავაკეთო. ანუ გზა რა. ნუ ხინკალზე არა მაქვს ხინკალს თუ ვაკეთებ, უნდა გავაკეთო მე და არ მიყვარს ვიღაცა რო დაბოდიალობს, როდესაც ხინკალს ვაკეთებ და იქ ვიღაცა მოძრაობს. არ მიყვარს. უნდა დავიწყო და უნდა დავამთავრო მე თუნდაც 500 ხინკალი გავაკეთო. ხო და აი ხაჭაპურის საბავში მირჩევნია წავიდე, ვიყიდო ცომი, გავაფრთხილო, ჩავყარო ყველი და კარგად მეყოლე, შევკრა. სხვათა შორის ბარბარეს ოქროს დაბადების დღე 21-ში იქნება. 21 წელს რო გახდება. ეგ ფენოვანი ცომის გოგოები აქ დაუპატიჟე რა, ესე რაღაც 11 წელს რო გახდა და კლასელები და ესეთი პატარა ხაჭაპურები გავუკეთე, წინა ხაჭაპურები გავუკეთე ალაფუშეტი და რაღაცა და წელს ნინოსთან მინდა რომ ასე გავაკეთო. ოღონდ ბარბარესი მაისის 31-შია და ამინდი კაია ხოლმე ხელს გვიწყობს ესე გარეთ გაკეთებაზე და ნინო ოქტომბერია და ყველა ვარიანტში ის არის ხოლმე რა ქვია ცივა.
ხო და ანუ ტერიტორია არ მაქვს ისე რა რომ ბავშვებსო დაუძახებ იქ მშობლებიც უნდა მოვიდნენ ხო რაღაცა და ანუ სივრცე არ მაქვს რა ეგეთი გამარჯობა პრინცესა მოხედი ჩემთან რაო დედი რაო პატარა გოგო შენაკრავოდ იქალო დაგებშვიდობებით ეხლა ხალხნო მომავალ ვიდეომდე წავალ კიდე ამოვიღებ კომბოსტოს დავბერტყოთ ხალათი გემრიელად ჩავიცვათ ჩვენი გარეცხილი ახალი ხალათი და შევუდგეთ საქმეს აი მე ეს ბავში აქ დავსვათ შორედა დახუჭე თვალები ანა შენც ვიდეოს ბოლო კადრებს არ უყუროთ იმიტომ რომ ეზენი არიან ჩემი რა ვიცი ხის პოზიტივები ძალიან ვაიმე აი როგორც არ უნდა ყური გოგო როგორც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო ესენი არიან ჩემები და აი ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ ჩაგეხუტონ გაგათბონ ყური ქალო ძალიან საყვარლები არიან ღმერთო ყველანაირი ცხოველი მიყვარს ყველა არსება მიყვარს ძაღლიც უზოგოთ ხო მიყვარს მაგრამ ამისნაირად არც ერთი ეს ჩემთვის არის ყველაფერი არ შეიძლება და უნდა ისწავლო შენ მან დასვლა ვაიმე გური კარგად ხარხნებოდა აბა ჰედა აბა ხოქცე ამასაც წვადე თვალები ეს არის ულამაზესი არ ვიცი რამდენად ეთყობა ეს არის ულამაზესი გოგო ყველაზე სასაცილო იყო ხოლმე და ეხლა არის ყველაზე ლამაზი ყველაზე საყვარელი ჰიპიანი დედაც პატარა ბავშვია ნანა ნახეთ ხალხნა წავედი ახლა სანამ გავგიჟებული ვარ წავედი სად არის მესამე ბავში? სად არის მესამე ბავში? წავედი. მართლა კაია თქვენთან ყოფნა, რამდენი ხანია რომ ამ სიტუაციაში ესე არ ყოფილვარ თქვენთან ერთად. და სულ გადარბერი სიტუაცია მაქვს ხომ და მოკლედ აი მომენატრა რა, კაი დაჯდობილი ჭუქჭუკი რა ესე თქვენ. ხო და ეხლა წავედი ხალხნები. მომავალ ვიდეომდე დაგეშვიდობთ.